Facebook-ის საშუალებით გავიგე ამ ფესტივალის შესახებ, ძალიან დამაინტერესა, იმიტომ რომ ძალიან კარგი აქტივობები იყო ჩაწერილი, როგორც არის დაკვირვებები, ქიმიური ცდები. უმხურვალე მოკავშირეები ჩვენ ყავს ბავშვებში, იმიტომ რომ არ არსებობს ბავშვი, რომელსაც არ აქვს მთავარი კითხვა, რა როგორ ფუნქციონირებს სამყაროში და რატომ. ჩვენ უნდა ავუხსნათ მათ, რომ ერთადერთი ჯადოსნური ჯოხი ან ადამიანი ობობას რაღაცა საცეცები, რომლითაც შეუძლია მას მოეჭიდოს სხვადასხვა სამყაროებს, ეს არის სწორედ მეცნიერება. ყველაზე მეტად მომეწონა ეკოლოგიის ინსტიტუტის აქტივობა, როდესაც ჩხირულა დავისვი. ჩხირულა არის ეგეთი გრძელი მწერი, შესანიშნავი კამუფლაჟი აქვს ტოტებში, ძალიან კარგად იმალება. და აღწევს ძალიან დიდ ზომებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ, რამდენად ახლოს არის ჩვენთან მეცნიერება და რამდენად ხელშესახები არის ის და შესაძლებელია, რომ დავარწმუნოთ ნებისმიერი სკოლის მოსწავლე, რომ მასაც შეუძლია გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩაერთოს ამ ტიპის კვლევებში და გახდეს აი ამ დიდი და ლამაზი სამყაროს ნაწილი. დღეს ჩვენ აქ კარავში წარმოდგენილი გვაქვს რამდენიმე მიმართულება ჩვენი დედამიწის შესწავლელი მეცნიერებების. ეხლა როგორც უყურებ, მინერალებმა გამოიწვია ძალიან დიდი ინტერესი, იმიტომ რომ კითხვა ისმევა, პასუხი ეცემა და ამას პრიზი მოყვება. საკმაოდ საინტერესო პროცესია და ბავშვებში ეს ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა. Gonna lay down my burden down by the riverside to study war no more, war no more. I ain't gonna study war no more, ain't gonna study war no more, ain't gonna study war no more.